კარდინალური ჯვრებისკენ გადასვლა ნეპტუნისაც და სატურნისაც. პირველი რა შეიძლება ეფექტი იყოს, მაგალითად, ვისაც მზე ყავს კარდინალურ ჯვრებში ირჩხიბი, თხისრქა, სასწორი ვერძის ზონაში. არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი პლანეტა, ხომ? განსაკუთრებით წამყვანი ასოციალური პლანეტები ან მზე. პირველი ნეპტუნი შემოიტანს ილუზიებს მათ ცხოვრებაში, თუ მზე არის, მათ შეიძლება, აი ამ ჯვარს გულის, ხომ? იქ სასწორის ოპოზიციაში, თუნდაც პირველ გრადუსებზე, ვისაც სასწორი ყავს, იქ ოპოზიციას გაუკეთებს უკვე სატურნი, ნეპტუნი ვერძის ზოდიაქოში და აქ უფრო ეს ტენდენციები არის. შემოვა ილუზიები, დაბნეულობა და სატურნი მერე უხეში რეალობა ძალიან თვალსაჩინო გახდება. პირადი ურთიერთობები თუ არის რომანტიზირება რაღაცების ილუზიები, მაგრამ შიში ნაბიჯის გადადგმის, ხო, სატურნი არის აქ და აქ შეიძლება იყოს შიში, არ გავფანტო ეს ილუზიები, ეს ოცნება და ბოლომდე შევინარჩუნო, რომელიც მერე შეიძლება ან დანაკარგი იყოს პირიქით ამ მიმართულებით, რომ ის ოცნებები გაუშვი ხელიდან, ხო? იმიტომ რომ საერთოდ თვითონ სატურნი, ნეპტუნი შეერთება, ეს არის შიში ოცნებების, ან პირიქით, რომ რამდენად შეგიძლია შენ ოცნებებისთვის იბრძოლო, აი ეს არის ნეპტუნი, სატურნის გამოწვევა. ზოგისთვის ეს იქნება რაღაც ოცნებასთან შეხება, მაგრამ თითქოს რომ ვერ გაუფრთხილდეს ამ ოცნებას, ან მწარე რეალობა გამოჩნდეს, გაცივდეს ეს ოცნებები, იმიტომ რომ არ იყოს რეალისტური, ზოგი შეიძლება მოტყუდეს, მერე იმედგაცრუება იგრძნოს. რამდენად მზად ვარ მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძოლო, ჩემი ოცნებებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგა, პასუხისგებლობები ავიღო ჩემ თავზე, იმიტომ რომ მაინც სატურნი გვთხოვს პასუხისგებლობას. აი ვიღაცისთვის იქნება ის, რომ თუ გარემო არ იღებს პასუხისგებლობას, ჩემთვის მხოლოდ ოცნება არ არის საკმარისი. ზოგ შეიძლება ეს ამ კარდინალურ ჯვარში ის ანუ თვითონ შეეძლოთ პასუხისგებლობების აღება, მაგრამ გარემო არ იყოს ამისთვის მსად, ხო? შესაბამისად ის ნეპტუნი წავა ასევე ბურუსში, წავა ოცნებებში, დაიკარგება სადღაც, ხო? ანუ თუ არის ეს ოცნება, რომელიც დროს გაუძლებს, ის იქნება უკვე ძალიან მყარი და ძალიან გრძელვადიანი. გვაქვს რაღაც ოცნებები, გავაკეთებთ ქმედებაში სატურნი და რამდენად ეს გრძელვადიანია, რამდენად დროს გაუძლებს, აი იმის მიხედვით ის შენარჩუნდება და თუ დროს ვერ გაუძლებს, ის წავა როგორც ოცნება, როგორც მირაჟი, ნეპტუნი მაგალითად და როგორც ფანტაზია, ხო, გარკვეულწილად. ანუ ზოგადად ეს პერიოდი ამ კარდინალურ ნიშნებს ესეთი ილუზიების მსხრევა განსაკუთრებით შეეხებათ. ან დინებას მივყვები, არ ვიცი რა გავაკეთო და მე სატურნი უკვე ერთვება რეალობა, რომ ის სადღაც პასუხისგებლობები მჭირდება მე და ესე არ უნდა გავყვე დინებას მაგალითად. ზოგთან ეს ვარიანტი იქნება.